ნინი, მოგესალმები. მივესალმებით მთელ საქართველოს მოსახლეობას დუბაიდან, დუბაის ჩვენი უშუალოდ მაღაზიიდან, საიდანაც იყიდება ჩვენი ავტომობილები. დღეს ამის ჩაწერას არაფრით ჩვენ არ ვაპირებდით, ვინაიდან ჩვენ სხვა გეგმები გვაქვს, მაგრამ ახალმა კანონმა, რომელიც დაანონსდა, რომ საქართველოში 6 წლამდე ავტომობილების შემოყვანა იგზალება, რაღაცა კუთხით ვიღაცები მიკავშირებენ მე და მინდა საქართველოს მოსახლეობას აუხსნა. მე არაფერ შუაში არ ვარ ამ კანონთან. უბრალოდ გეტყვით სიმართლეს. მე იცი თქვენ სადაც ვიყავი 6 წელი და ეს 6 წელი მინდა საქართველოს მოსახლეობამ სწორად გამიგოს, რომ მე არასდროს არ მითქვია რეალურად რა მოხდა და ამის დრო მოვა ჯერ არ არის, მოვა ხვალ ზეგ. მაგრამ ახლა ჩვენ ვისაუბროთ, როცა მოვედი, ამის შემდეგ რა ხდებოდა. როცა მოვედი, ყველაფერი გაჩერებული იყო და დავიწყეთ მუშაობა ნინი. რო დავიწყეთ მუშაობა, ჩამოვედით დუბაიში და ვთქვით, რომ ავტომობილები შევიყვანოთ საქართველოს ტერიტორიაზე და გავყიდოთ როგორც 30 წელია ვყიდით, ხო? ამ დროს პირველი ჩემი ჩამოსვლა იყო დუბაიში და 50 ავტომობილი შევიყვანეთ Suzuki. როგორც ეს ავტომობილი შევიყვანეთ, დავარეგისტრირეთ, გავამბაჟეთ და ადამიანები უნდა წასულიყვნენ, უკვე გაიყიდა ავტომობილი და ნომრის ასაღებად წინა დღეს ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წინა პრემიერმა მიიღო სასტრაფოდ კანონი, რომ დუბაიდან მინდა ეს მოსახლეობა მიცოდეს და ამ Facebook-ზე დიდი და პატარა წერს ახლა რომ რაღაცნაირად მე მიკავშირებენ და ამიტომ ვაკეთებ ამ გაცხადებას. ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო კანონი, რომელიც კანონიც აი დედამიწის ზურზე მაგას რო არავინ არ მიიღებდა, იმიტომ რომ სამარცხვინო კანონი იყო. და რა? წარმოიდგინე, დუბაიდან საქართველოში აგზალა ავტომობილების შეყვანა. აი მითხარით, დუბაიდან თუ გინდა евро 10-ს ყოფილიყო ავტომობილი, საქართველოში ავტომობილს ვერ შეიყვანდი და ნომერს არ მისცემდნენ. წარმოიდგინე ნინი, შევიყვანეთ ეს ავტომობილები, გავამბაჟეთ და ნომერი დღემდე არ მოუციათ. ეს მინდა მოსახლეობამ იცოდეს. 50 ავტომობილი დაახლოებით 2 წელია ჩვენთან საწყობში დგას და